Am კვირას ამერიკას ღია წერილით მიმართა თვითაღიარებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. წერილი, რომელიც დიპლომატიისგან სრულად დაცლილია, კობახიძემ საკუთარ Facebook გვერდზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზავნილის უკან თავად ბიძინა ივანიშვილი დგას. მძიმე სანქციების მოლოდინში არალეგიტიმურმა პარლამენტმაც მოამზადა კიდევ ერთი ანტიამერიკული წერილი, სადაც მრავალჯერ არის ნახსენები Deep State. კობახიძეს გუშინ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრებოდა. ეს არის ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი გაფართოებული ფორმატი, რომელსაც პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს ხოლმე. წელს მასპინძელი იყო ალბანეთი. კობახიძეს თან ახლდა პროპაგანდისტული სამთავრობო მედია, რომელმაც მისი და ევროპელი ლიდერების შეხვედრის ამსახველი მცირე კადრები გადაიღო და გაავრცელა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჟურნალისტის კითხვა. ჟურნალისტმა მას კითხა ქართული ოცნების პრემიერს, რატომ სურდათ ასე ძალიან ევროპელ ლიდერებს მასთან საუბარი. სინამდვილეში რა ხდებოდა ალბანეთში და რას ნიშნავს ევროპელი პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე კობახიძის გამოჩენა. მეც ლიზა ციციშვილი გვეტყვის, მან ჩაწერა ექსპერტები და ასევე მოამზადა რეპორტაჟი, რომელსაც თავადვე წარადგენს. რა არის ეს ცალსახად ლეგიტიმაცია არ არის, აქ პროპაგანდამ ძალიან იმუშავა ლიზა გუშინ მთელი დღის განმავლობაში, მაკრონს რომ ხელი ჩამოართვა, აი ამ კადრებს ატრიალებდნენ, არა და წინა კვირას იგივე პროპაგანდისტული მედია ამბობდა, რომ მაკრონი კოკაინს იყნოსავს. გითხარი უფრო მეტი. საღამომშვიდობის კი ნამდვილად ძალიან დატვირთული კვირა ჰქონდა კობახიძეს, დაიწყო წერილების წერით, ამ წერილზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ, ღია წერილი მაქვს მხედველობაში, რომელიც მან ქართულ ენაზე მისწერა ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, მანამდე ის იმყოფებოდა ალბანეთში, დიახ და სულ მცირე ძალიან მოკლე შეხვედრა მაკრონთან გამოიყენა სათავისოდ და თქვა, რომ თურმე ევროპას ნამდვილად მოსწურდა საქართველოსთან ურთიერთობა. სინამდვილეში ეს სამიტი ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, როგორ არის სურვა მასთან ურთიერთობა ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და ზოგადად უნდა გავიხსენოთ, აი რაც შენც ახსენე, დავით, როგორ ცდილობდა რუსულ სტილში პროპაგანდისტული მედია საქართველოში მაკრონის გაშავებას და რაღაც კოკაინთან დაკავშირებულ სკანდალში გახვევას მისი და სწორედ ახლა საკუთარი მომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ ის არ არის ანტიევროპული და პირიქით გზები ისევ არის ურთიერთობის დასალაგებლად, ის იყენებს ამ ფოტოსურათს, რომელიც გავრცელდა გუშინ სოციალურ ქსელებში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, როგორ დაუპატიჟებელი სტუმარივით დადიოდა ხშირად მთელი ამ სამიტის მანძილზე პრემიერი მარტო და თუ ვკითხავთ ექსპერტებს და მოვისმენთ მთელი დღის განმავლობაში გუშინდელი დღიდან გაკეთებულ განცხადებებს და შეფასებებს, ვნახავთ, რომ პრინციპში ეს ვერაფერს ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ევროკავშირის მოთხოვნები არის ძალიან მკაფიო და უცვლელი, ეს არის თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ანტიდასავლური განცხადებები. ახლა მოგასმენინებთ ალექს პეტრიაშვილს, რომელმაც შეაფასა გუშინდელი სამიტი და მისი ვიზიტი, კობახიძის ვიზიტი ამ სამიტზე. სამიტმაც და აი ამ პროპაგანდის გამოყენებამ და ამუშავებამ, ხელის ჩამორთმევის და რამდენიმე კადრის გამოყენებამ აჩვენა, რამდენად სასოწარკვეთილი არის რეალურად ივანიშვილის რეჟიმი და როგორ ლამობს ყველა შესაძლებლობას, როგორ ეძებს, რომ ლეგიტიმაციის რაღაცა ნიშნები დაანახოს თავის ამომრჩევლის ხარდამჭერის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ ატყუებს, რომ ის პროევროპულია, ის ამერიკასთან ურთიერთობისთვის და გადატვირთვისთვის მზად არის და ჩვენ ისიც ვიხილეთ დონალდ ტუსკთან, პოლონეთის პრემიერთან მისი წარუმატებელი მცდელობა კომუნიკაციის გაბმის და ასევე რასაც ჩვენ ამ კადრებიდან მივხვდით, ყველა ვინც კი მას გამოეხმაურა და გამოესაუბრა, ყველა იყო კატეგორიული, რომ არასწორი გზით და არასწორად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. ეს ერთი. მეორე, ეს წერილები და ეს განცხადების მიღება ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტის მიერ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის მის
დასტური გაგრძელება თუ პირიქით ერთობლიობაში სურათს ქმნის, როგორი სასოწარკვეთილია ეს რეჟიმი. ივანიშვილის რეჟიმის ყველა მცდელობა რაიმე ლეგიტიმაციის მიღწევის და ურთიერთობის დაალაგების და მოწესრიგების არის წარუმატებელი, არის ჩავარდნილი და ესენი განწირული არიან იზოლაციისთვის პოლიტიკურად. დიდი ხნის წინ გავთქვი და კი ყოველთვის გავიმეორებ, პოლიტიკურად ისინი არიან კეთროვნები დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში. ორბანი, ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩიც ასევე იქნებოდა ის მაშველი რგოლი კობახიძესთვის. უბრალოდ მათი მხარდამჭერებიც კი ხვდებიან, რომ ფიცოს და თვითონაც ხვდებიან სხვათა შორის, რომ ფიცოს, ვუჩიჩს და ორბანს უნდა გასცდნენ. მაშველი რგოლი და პუტინისტი ევროპელი ლიდერები არ არის საკმარისი თუ არ შეასრულებს იმ ყველა პირობას და არ შეწყვეს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეგრეთ წოდებული რეჟიმი და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც საზღვრებს გარეთ, ისე შინ და ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და ძალადობს მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და შემდეგ გადასცემს მათ უკვე კლანის სასამართლოს. და ესეთია ვითარება. ჩვენ ვნახეთ ამ კვირაში ასევე ორი ანტიამერიკული ტექსტი, პირდაპირ ღია წერილი, რომლის ადრესატი იყო დონალდ ტრამპი, რომელსაც ის პრინციპში ისევ სასოწარკვეთილი ეხვეწებოდა ყურადღების მიპყრობას და ამბობდა, რომ მისი უყურადღებობაც საქართველოს უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. ახსენებდა 30 წლიანი პარტნიორული ურთიერთობის დეტალებს, მათ შორის ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი იყო ამ წერილში და შემაშფოთებელიც პრინციპში, თუმცა თუ ვკითხავთ ექსპერტებს და ანალიტიკოსებს, ეს წერილიც აჩვენებს, როგორც ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და როგორ ეშინია იმ მეგობარი აქტის, რომელიც ახლა უკვე სხვა ეტაპებზე გადადის, გაივლის სენატს და შემდეგ დარჩა პრეზიდენტის ხელის მოწერა და აი ამ მძიმე სანქციების პირისპირ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ცდილობს დაიბრუნოს პარტნიორთან ურთიერთობის რაიმე ფორმა და შეინარჩუნოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, თუმცა მტრული განწყობები იკითხება მათ მიერ მიღებულ განცხადებაში. მე ახლა წარმოგიდგენთ რეპორტაჟს, რომელიც გვაჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, როგორ კითხულობენ ამ წერილს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტარები და საერთოდ როგორ შეიძლება ითარგმნოს ეს წერილი მათ შორის დიპლომატიურ ენაზეც. შეიძლება კითხოთ თუ წაიკითხეთ ირაკლი კობახიძის წერილი, რომელიც მან ტრამპს მიწერა. ძალიან ძიმე ამბავია ეგ. ძალიან. რა თვალსაზრისით? ის რცხვილია რა თვალსაზრისით. საერთოდ რას ფიქრობთ პარტნიორებთან ურთიერთობაზე და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე? ალბათ სპეციალურად, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად კეთდება ეს, რომ აი რა? რისთვის? რისთვის რომ ჩრდილოეთიდან მზე ამოვიდეს, არ ვიცი. ვერა მოვა, ვერასოდეს. აღიარებული პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც მან ვაშინგტონს მიწერა და ამერიკის პრეზიდენტს Deep State-თან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა, მოქალაქეთა ნაწილს საერთოდ არ წაუკითხავს. თუმცა, თუ ინტერვიუების ტენდენციას გავყვებით, დავინახავთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება დიდია. ეს არის უგემოვნების, უბუნურობის, უმეცრების წვერვალი. აი მე იცით რას ვფიქრობ, შეეშვა საერთოდ რა ყოველგვარ ხვეწნა მუდარას ყველასთან. არ უნდივართ, კარგად ბრძანდებოდნენ, დაგვანებონ თავები. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე რას ფიქრობთ? მოგწონთ ჩვენი ხელისუფლება? იცით რა არის? აი ვერ ვიტყვი რომ ეხა ფანი ვარ, ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა მაქვს. მაინც რომელი? აი თუნდაც ხალხს მიხედონ, ხალხს. ძიმე ყოველდღიურ ცხოვრებას გარშემო თითქმის აღარავინ უარყოფს და მაინც მძლავრი პროპაგანდისტური გზავნილები ივანიშვილის ოცნების მხრიდან მოქალაქეებზე სრულ გავლენას ვეღარ ახდენს. საერთოდ რას ფიქრობთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ურთიერთობებზე პარტნიორებთან? არ მომწონს, მინდა რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობები გქონდეთ და მაქსიმალურად დაალაგონ ყველა ქვეყანასთან ურთიერთობა.
Deep State-ზე რამე იცით? არა. არაფერი. ვერ გარკვიეთ რა არის Deep State-ი? ვერა. დიდი ხნის წინ დავკარგე იმედი, რომ რამე ასაკითხიან ზოგადად მოსასმენი არის საერთოდ მაგათი საუბრებიდან და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ ამ ხელისუფლებაზე? შეუძლიათ ძალიან ბევრი კარგი რაღაც გააკეთონ, მეტი გააკეთონ, მაგრამ უბრალოდ შინაგანად არ ზის მაგათში, რომ ქვეყნისთვის რაღაც აკეთონ და ამიტომ მე მგონი იმედი იმისა, რომ ისინი რამე შეცვლიან, უნდა დავკარგოთ. პარლამენტის შენობაში იშვიათად ვმუშაობ ხოლმე, მაგრამ ახლა კვირის მთავარი თემით ბრუნდები და ვეცდები გავარკვიო, როგორ უყურებს ქართული ოცნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივას იმ ორი ანტიამერიკული ტექსტის შემდეგ, რომელიც ამ კვირის მანძილზე გავრცელდა. მოქალაქეების მსგავსად საკუთარი პოზიციების ალბათ არ შეერათ არც ოლიგარქის დეპუტატებს, მაგრამ პარტიაში ისე უნდა ილაპარაკო, როგორც ამას თავმჯდომარე მიგითითებს. ჩვენ მხრიდან შეთავაზებული არის თეთრი ახალი ფურცლიდან დაწყება ურთიერთობების, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციის მიერ არ იყო ადეკვატური ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, როგორც ჩვენი ქვეყანა. Deep State-ზე რას ფიქრობთ, ბატონო ვლადიმერ? დინარებს ბრძოლა? ის გაკვეთილი გინდა ჩაგიტაროთ? არა, Deep State-ზე თუ მაინტერესებს რას ფიქრობთ? Deep State-ის სიტყვა არის ხსენებული სავსების სამართლია ამერიკის პრეზიდენტის მიერ, რომლის გადაწყვეტილებაც არის ამ ძალასთან მისი ბრძოლა და მან თქვა, ან Deep State-ი გაიმარჯვებს, ან ამერიკა. გამიშროლობა თქვენს კითხვას თუ დაამახინჯებთ და არ გაუშვებთ იმას, რასაც გეტყვით. არა, პირობას გაძლევთ. ამის პრაქტიკა მე უკვე მაქვს და შესაბამისად არ თარამშრომლობ თქვენ. ესე იგი პასუხებს არ გცემთ. ტელეკომპანია ფორმულა. ამ ინტერვიუებშიც განწყობები არაერთგვაროვანია. ქართული ოცნების წევრების ნაწილს სწამს, რომ კობახიძე ყველაზე ეროვნული მმართველია. ამერიკასთან ურთიერთობის დაალაგების საქმეში კი ჯერ ყველაფერი წინ არის. მეგობარი ქვეყანა ჩვენი ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. აქტზე რა სიტყვით, მეგობარ აქტზე? ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის ამაყი ხალხის წერილი. ამ დამოუკიდებლობას გვართმევს ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლიანი და 40 წლიანი სხვანაირად არ შეგიძლიათ თუ არ შემოატრიალეთ სათქვენოდ კითხვა სხვანაირად ხო არ შეგიძლიათ მოკლედ რა. არა, პირიქით, მე კითხები რასულის კვეთება ikითხება კობახიძის წერილში. ცოტა შორს ძალიან ახლოს დუმილი ხომ არ ეწყინა. გარკვევით გითხარით, რასულის კვეთება იკვეთებაო, ხომ კითხეთ? დამოუკიდებელი ქვეყნის, სუვერენული ქვეყნის ამაყი ხალხის ხელმძღვანელის წერილია ეს მეთქი გითხარით და მეტი რა გითხარ. კაცრი სანქციების პირისპირ დარჩენილი ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებს წერილებს უგზავნის. წერილებს ამერიკა არ პასუხობს. ეს რო ივანიშვილის ქსავნილი არის და ივანიშვილის ხელწერა ეთყობა, არის სულად ნათელი შეუძლებელი ასეთი წერილი წერებოდეს და ივანიშვილთან იყოს შეუთანხმებელი. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა საბოლოო ჯამში ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით წასული წერილი, რომელიც არის ერთხელ ხაზზე ყავს კატასტროფა, ანუ მე არ ვიცი ამას რა ქვია, ამ ჟანრს რა ქვია, ამ ეპისტოლარულ ჟანრს. როცა ქვეყნის მთავრობა ცდილობს რომ დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა, რომ მისი ძირითადი პარტნიორი კი არ არის, არამედ რეალურად ჩაგრავს ამ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ესე იგი რაღაცა სხვა პარტნიორის ძიებაშია. რაც გავაფუჭეთ, დარჩეს ხელშეუხებელი და მაინც გვჭირდება დემოკრატია. მივიტაცებ და გავაუქმებ სახელმწიფოს. ვივლი ირანში პანაშვიდებზე და მაინც მჭირდები ამერიკა. ეს წერილი ყველაზე უკეთ მათ შორის ოცნების ამომრჩევლსაც აჩვენებს, რომ მათი პარტია ვერ დაალაგდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვაშინგტონიდან დაბრუნებული ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და მთელი გუნდი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობებს დაალაგებს. გამოდის, რომ ოცნება იტყუებოდა. შეიძლება ასევე იყოს რაღაც გარკვეული ნიშანი იმისა, რომ აპირებენ რომ მორიგი შემოტრიალება გააკეთონ, როგორც მანამდე ევროკავშირზე და ნატოზე უარი თქვეს, ახლა რაღაცნაირად კიდე ერთი შემოტრიალება გააკეთონ და ფორმალურად რუსეთისკენ წავიდეთ. კი მიდიან უკვე დიდი ხანია რუსეთისკენ ყველა ნაბიჯით. ხო, შეიძლება იყოს მაგის ნიშანიც, რომ აი რახეთ ამერიკელებიც აღარ გველაპარაკებიან, ევროპელები არ გველაპარაკებიან, არავის ჩვენი არ ესმით, Deep State იმარჯვებს იქაც და ჩვენი რაღაც უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, აი ეს არის გზა.
ოცნების თანამედროვე რეალობა პარტნიორებთან ურთიერთობაში იმდენად მძიმეა, რომ ეს წერილი ტრამპზე მეტად შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, ვინც ამერიკასთან დაალაგებას და Deep State-თან სახელოვან გამარჯვებას იანვარში ელოდა. წარმოდგენები ეგრეთ წოდებული Deep State-ზე მათ მართალი გონიათ. ისინი ჩვენ კი არ გვაბოლებენ მარტო არამედ თვითონ დაბოლებლები არიან აი ამ Deep State-ის რაღაც უცნაური გაუგებარი წარმოდგენით. პროპაგანდისტული ნარატივებით სავსე ტექსტი ამ კვირაში ერთადერთი არ არის. ერთპარტიულმა პარლამენტმა მეგობარი აქტის საპასუხო ოფიციალური ტექსტიც მიიღო. საქართველოს პარლამენტი გამოთქვას მზადყოფნას ითანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს. ორი ანტიამერიკული ტექსტი ორ დღეში პირდაპირ მიუთითებს რეალურად რა ზრახვები შეიძლება ჰქონდეს ოცნებას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. ოცნების პარლამენტი უაღრესად მტრულს უწოდებს მეგობარ აქტს და უტიფრად ამტკიცებს, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიული არაფერი ხდება. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5 დღიანი უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრების დაშლისას მათი არც ერთი მონაწილის ჯანმრთელობის გრძელვადიანი კვალი არ დარჩენია. დამშნევია. შეთქმულების თეორია Deep State, მეორე ფრონტი და ომის მოსალოდნელი შიში ოცნებაში ისევ ცოცხალია. ცოცხალია ამ ქვეყნის ურყევი წინააღმდეგობაც ქუჩაში და რწმენა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება შინ და გარეთ მიიღებს იმას, რაც ბოლო მოვლენების კვალდაკვალ დაიმსახურა.